ვარ იოანე ბოლქვაძე 10 წლის. სწავლობ ბათუმის მესავე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა კალაბურთი და ცეკვა. უკვე 2 წელია კალაბურთს თამაშობ ბასკოში. იმიტომ გადავწყვიტე შესვლა რომ ერთხელ ბაკურიანში რეკორდი მოვხსენი და 104-ჯერ ჩავაგდე. მეგობრები არ ვთამაშობდით, ისე ამოწმებდნენ რამდენჯერ ჩავაგდებდით და მე ჩავაგდე 104-ჯერ ზედიზეთ. ამის შემდეგ ჩავწერეს კალაბურთი წრეში. მახსოვს პირველი დღე რომ ბასკოში მივედი. ეს იყო 2024 წლის 17 სექტემბერი. ჯერ გავიცანი მასწავლებლები, მერე გავიცანი ბავშვები და მერე დავიწყე ვარჯიში. თავიდან ყველაზე რთული იყო რომ ილეთებს ვერ ვაკეთებდი. თავიდან ყველაზე რთული იყო ბურთის ტარება. ყველაზე ადვილი იყო ბურთის კალათში ჩაგდება. ყველაზე კარგად გამოდის ორქულიანების ჩაგდება. ახლა ყველაზე კომფორტულად ვხდობ თავს დაცვაში. უკვე 6 ჯერ მქონდა შეჯიბრება. ყველაზე კარგად დავამახსოვრდა მეორე, იმიტომ რომ ფოთის ალფას მოუგეთ 25-18-ით. მაგ თამაშს ჩავაგდე 3 ბურთი და ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ბასკოში ჩემი წვნელია მიშა ბოლქვაძე. ის არის ზოგჯერ მკაცრი, მაგრამ ყოველთვის სამართლიანი. რაც მთავარია უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. ჩემი საყვარელი კალაბურთელი არის გიორგი შენმადინი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 10-0-ით. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ყავს კარგი მასწავლებლები და კარგი თანაკლასელები. ჩემი კლასში ყველაზე მხიარულია ანდრია დაბრუნდაშვილი. ყველაზე ჭკვიანია დემეტრე მალაზონია. ყველაზე მშვიდია ლილე მესხიძე. ყველაზე ბედნიერია საბა გვარიშვილი. მე ვარ ყველაზე სიმპათიური. შეყვარებული ჯერჯერობით არ მყავს. ერთი გოგო კი მომწონს, მაგრამ ჯერ შეყვარებული არა. ცოლს რომ მოვიყვა ვიქნები 27 წლის. ჩვილებს დავარქვევ სადროს, ლუკას, ლილეს და ანას. ჩემ ცოლს დავარქვევ თიკოს. ჩემი საყვარელი საგანია ქართული ენა. საყვარელი მასწავლებელია ნათია ხაბაზე. იმიტომ რომ კეთილია, შვიდია და კარგად ხსნის გაკვეთილებს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ბიზნესმენი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მეხანძრე. ახლა მინდა ვიყო 33 წლის, იმიტომ რომ ბიზნესმენი გავხდე. სახლში ცხოვრობ მე, ჩემი ძმა, დედა და მამა. კიდევ მინდა ვყავდეს 2 ძმა და 2 და. ჩემი ძმა არის 4 წლის და ქვია ნოე. ის არის ძელკი, ჭკვიანი და მხიარული. ჩემი აზრით ნოე რო გაიზრდება გამოაფეხბურთელი. მამიკო არის შრომელი და ჩემსავით სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი, თბილი, საყვარელი და ასე შემდეგ. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი ხორცი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად წვავს კარტოფილს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დოგმენი. საყვარელი ფილმია ჰარი პოტერი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ მექნება ვიყიდი სახლს და მექნება კარგი მანქანების კოლექცია. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. ვინა მონაწილეობდა მიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ანდრია დაბრუნდაშვილთან ერთად. ის არის ჩემი კლასელი და მეგობარი. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია სათამაშო რაკეტა. ჩემი საყვარელი თამაშია ჭადრაკი. ადრე დავდიოდი ჭადრაკის წრეზე. საწუხარო დრო აღარ მქონდა და გამოვედი. ჩემი საყვარელი ფიგურაა ლაზიერი. უფრო კომფორტულად თამაშობ თეთრებით. ყველაზე ხშირად ვეთამაშები ჩემ მეგობარ დემეს და მე ვარ ძალიან ჭკვიანი და მაქვს ბევრი რამის ნიჭი. ბედნიერება არის სურვა, დედიკოს ჩაყუტება, მოგება და კიდევ არის დასვენება. მე ვარ ბედნიერი.